მოწაფეებსაც უთხრა. იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა გამგებელი, რომელზეც ამბავი მიუტანეს, რომ მის ქონებას ანიავებდა. დაიბარა და უთხრა, ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი გამგებლობის ანგარიში, ვინაიდან გამგებელი ვეღარ იქნები. გამგებელმა თქვა თავისთვის, როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მართმევს გამგებლობას. ბარვა არ შემიძლია, მათხოვრობის მრცხვენია. ვიცი როგორ უნდა მოვიქცე, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში, როცა მნეობას ჩამომაშორებენ. დაიბარა თავისი ბატონის ყველა მოვალე. პირველს უთხრა, რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა? მან თქვა, 100 საწყაო ზეთი. უთხრა მას, აიღე შენი თამასუქი, დაჯექი სასწრაფოდ და დაწერე 50. მერე სხვას კითხა, შენ რამდენი გმართებს? მან თქვა, 100 ჩანახი ხორბალი. მან უთხრა, აიღე შენი თამასუქი და დაწერე 80. შეაქო ბატონმა უსამართლო გამგებელი ხერხიანად რომ მოიქცა. ვინაიდან ამ წუთის სოფლის შვილები ნათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთი მოდგმით. მეც გეუბნებით თქვენ, შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისგან, რომ როცა გაღარიბდებით, მიგიღონ მარადიულ სავანეში. მცირეჯი ერთგული ბევრშიც ერთგულია, ხოლო ვინც მცირეშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლო. ხოდა თუ უსამართლო მამონაში ერთგულნი არ იყავით, ჭეშმარიტს ვინ განდოთ? და თუ სხვისაში არ იყავით ერთგულნი, თქვენსას ვინ მოგცემთ? არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს. ან ერთი უნდა ზულდეს და მეორე უყვარდეს, ან და იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც. ყოველივე ეს ესმოდათ ფარისევლებსაც, რომლებიც ვერცხლის მოყვარულნი იყვნენ და დასცინოდნენ მას. უთხრა მათ, თქვენს თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გული, ვინაიდან რაც კაცთა შორის ამაღლებულია, ღვთის წინაშე სისაძაგლი. რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო, მას შემდეგ ღვთის სასუფეველი იხარება და ძალით შედის ყველა მასში. უმალ ცა და მიწა გადაივლის, ვიდრე ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან. ყოველი, ვინც თავის სოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს და ვინც ქმრის მიერ გაშვებულ შეირთავს, მრუშობს.